რომაელთა მერვე თავი მე-14 მუხლი არასოდეს არ უნდა დაგვაუწყდეს იმის, იმიტომ რომ სულით მონათლული ეკლესია ვართ, რადგან ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიანო ღმერთის შვილები. და ჩვენ მართლაც ღმერთის სულით მართული ადამიანები უნდა ვიყოთ. წელამწყემსე ამბობდა რომ მოისმენო ხმასო და ესე ჩვენს გამუდმებით მზად უნდა ვიყოთ მართლაც უფლისხმის მოსასმენად. იცით ზოგჯერ ამას ვარჯიშიც კი ჭირდება ხოლმე. და როგორი კარგია, როდესაც ისმენ და ემორჩილები ღმერთის ხმას. ამის ენებზე გიყვებოდით ვიღაც სტუმრები ყავდა და უნივერსიტეტთან გავჩერდით, რაღაც საქმე ჰქონდათ. მანქანაში ვიჯექი, ვკითხულობდი სახარებას და იცით, არ ვიცი, მკრეხელობაში ნუ ჩამირთვლით. მეტნაკლებად მეც ვიცი ეს ხმა. და ერთი კაცი ყავარჯნით იდგა ხოცთა იმ მანქანის გაჩერებაში რო გეხმარებიან ხოლმე და ვიცი ეს ხმა მეუბნება რომ მიდი და უთხარი რომ მე მიყვარს ეს უფალო მე უთხარი დაღლილი ვარ ეს სტუმრები ისა ახლა ვკითხულობ მაგრამ არ წაუყრუე ყური რო გადავედი მანქანიდან ამ კაცს გაუხარდა ეგონა რომ ფულის მისაცემად მივდიოდი და რო უთხარი მე უთხარი პაპა იცი რომ უფალს უყვარ ხარ მეთქი გაბრუნდა და გამექცა სად გამექცეოდა ყავარჯნით ძილს დადიოდა მივდევ და ვეუბნები რომ მე უთხარი იცოდე რომ არის ასეთი პიროვნება უფალი იესო ქრისტე მას უყვარ ხარ მოკვდა შემდეგ მიუყვები და უკადაგებ ვიცი ეს ხმა არ ვიცი ზურბასებო რამდენი ხანი დავდებდი ამ კაცს ბოლოს მოტრიალდა და ცრემლი რო არ ქონდა თვალზე შეიძლება მეფიქრა რომ მომიცილა თავიდან მეთქი და იცი რა მითხრა იცი რომ შენაერი ერთი მყავს სახშიო ვინ ჩემნაირი ყავს მეთქი და ჩემი შვილიო ბაპტისტურ ეკლესიაშია 30 წელია მსახურობსო იქო და 30 წელია მელაპარაკება რომ იესოს უყვარვარო და გასაოცარი ცი რა არისო ჩემთვის ზუსტად იმავეს ამბობს რასაც ჩემ მეუბნებიო დღეს მე უთხარი პაპა ბევრი აღარ გჭირდება ჩემგან ახსნა სახში წადი და შენ შვილს მოусმენე მეთქი მაგრამ მე უთხარი ისე ვერ გაგიშვებ რომ მაინც მონანიების ლოცვით არ ველოცოთ მეთქი ვიჯექით იქ მოინანია ხო იცით ეს რწმენის ლოცვას რასაც ვეძახით და მახსოვს რომ 5 ლარი მივეცი ესო ბევრიაო საერთოდ არ გამოგართმევო ისე გაგაჩერებინებ მანქანას არა მე უთხარი პაპა შენ მე უთხარი არ იფიქრო ის რომ მე აქ რაღაცა მე უთხარი ესეც წაიღე და რა ვიცი ჩავეხუტე წამოვედი და ეცით რა არის ძვირფასებო ჩემთვის ასეთი მომენტები არის ძვირფასი იმიტომ რომ აი ქრისტიანული ცხოვრების უდიდესი აი ნაწილსაც ვერ დავარქმევ ასეთი უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრება რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ღმერთს და უნდა ვიყოთ ღმერთის სულის მიერ მომართულები არ ვიცი მწყემსოლეგის ახსოვს თუ არა ერთხელ ერთ კონფერენციაზეც ვიყავით მოდით ამასაც გეტყვით და ძალიან კარგი მსახური იყო ეგ ჩამოსული და ხშირად უწევდა ქალაქებმა ამაზონის ჯუნგლებში იყო რაღაცა სოფლები და იქ დადიოდა და ეს კაცი უყვება ერთხელ მივდივარო და ვიდრე ჩავიდოდიო სოფლამდეო შუა ჯუნგლებში მითხრაო ღმერთის სულმა რომ გაჩერდიო და დაიწყეო ქადაგება გავიხედე გამოვიხედე მაიმუნების მეც ვერავის ვხედაო და ვის უკადაგო უფალო არ ვიცი გახსოვთ თუ არა ისევ იგივე ხმა დაიწყეო ქადაგება მე წავდექიო და უკადაგეო ვის უკადაგებდი არ ვიციო მაიმუნების მეტი არავინ არ იყო და თან იმ სოფელში მოსიარულეს იცოდა იმ სოფლის რაღაცა გარკვეული რაღაცა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და ბოლოს რომ დავამთავრეო ქადაგება გავიფიქრე რომ ალბათ მავარჯიშაო უფალმა ქადაგებაში სანამ ჩავალო სოფელში საქადაგებლათო და ის იყო 2-3 ნაბიჯი გადავდგიო და ისევ იგივე ხმა მოწოდება და გავიწყდაო ვის მოუწოდო უფალო მოწოდება გააკეთეო ავდექი მოწოდება გავაკეთე და აღმოჩნდაო მე რომ თურმე იქ სოფელში მცხოვრები ქალები გარშემო სოფელში მცხოვრები ქალები სარეცხს რეცხავდნენ და კაცი რო და მამაკაცი რო დაინახეს დაიმალნენ და მოწოდების მერე დაიწყესო გამოსვლა ებხეების
ხეების უკან ესე ხალხი ყოფილა თურმე დამალული და ის კაცი ამბობს ისეთი გახარებული წამოვედი იქიდან რომ აღარ მახსოვდა არაფერი რომ აღარ მეკადაგავ ეკლესიაში ვიცოდი რომ იმ დღეს უფალმა რაღაცა დიდებული მოიმოქმედა დიდებული გააკეთაო და ეს ძვირფასებო მოწაფეებიც ასე იყვნენ მე ამას გამიზნულად ვამბობ საქმე მოციქულთა წიგნი ნახეთ ძვირფასებო ნახეთ ფილიპე ნახეთ ადამიანები რომლებიც დადიოდნენ ქადაგებდნენ ეს ადამიანები უფლის სულით იყვნენ მომართულები და დღეს იცით ძვირფასებო შეიძლება მრავალ ეკლესიაში აღარ იქადაგება ხოლმე ეს, მაგრამ ჩვენ ეკლესიაში ამაზე ქადაგებას არასოდეს არ გავაჩერებთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთის სულით მართულები. ვისაც ღმერთის სულით არ მართავს, ისინი არიან ღმერთის ძეები და ასულები. ჩვენ ყველანი ძვირფასებო, ღმერთმა იმისთვის დაგვადგინა, რომ ღმერთის საქმე ვაკეთოთ და აი ქრისტემდე ერთი საქმე გქონდა რომ ქრისტე რაღაცნაირად ქრისტე შემოსულიყო ჩვენს ცხოვრებაში. აი ახლა ქრისტეს მერე კიდევ ერთი საქმე გვაქვს რომ ეს ქრისტე მივიტანოთ უამრავ ადამიანთან და უფალი დაგვეხმაროს ზურგასებო რომ მართლაც ასეთი ცხოვრებით ვიცხოვროთ. მე ერთი რამეც მინდა გითხრათ. იცით ჩვენ აი ეკლესიურ ცხოვრებაში უამრავი რამე ვნახე. 30 წელია მეც ეკლესიაში ვქადაგებ. და 30 წლის განმავლობაში 30 წელზე კიდევ მეტია. და მეც ბევრი რამე ვნახე ზურგასებო. თეოლოგიურად იქნება ეს თუ პრაქტიკულად იქნება. მე მახსოვს ჩვენ ეკლესიაში ხშირად იყო ხოლმე ქადაგება და დღესაც არის პრაქტიკულ ქრისტიანობაზე. ამენ აი წერან ამბობდა მწყებს ეს რენტგენში გამატარებდნენ ხოლმე მეც რომ მოვიდოდ იმ სახურებაზე მოკლედ აღარ შემეძლო ზოგჯერ აღარ შემეძლო ხოლმე რაღაცების გაძლება აი ასე და მე მოვისმინე სიტყვა იმის შესახებ რომ იცი ჩვენ გამართლებულები ვართ და საქმეებზე არ არის დამოკიდებული ჩვენი გამართლება გსმენიათ ასეთი ქადაგებები და იცით როგორი მოხებლული ვიყავი ამით რომ ნახე საქმეებით არ არის ჩვენი გადარჩენა მადლით არის და როგორი კარგი არის რომ აი ასე ვცხოვრობთ აი ასე დავდივარ და ჩვენ ღმერთმა გვიხსნა და გადაგვარჩინა და ესე ზურბასებო როდესაც კარგად ვისწავლე რას ნიშნავს ღვთისმეტყველება და თეოლოგია მე აღმოვაჩინე ზურბასებო რომ სიმართლე და ქრისტიანული ცხოვრება ორ რაღაცაზე დგას და მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ. პირველი ეს არის ჩვენი მდგომარეობა ქრისტე იესოში. რომ ჩვენ გამართლებული ადამიანები ვართ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. რომ ქრისტემ გაგვამართლა და ვერაფერს ვერ გავაკეთებდით ისეს, რასაც შეეძლებოდა საკუთარი თავების გამართლება. მაგრამ მეორე თეოლოგიაში აღმოვაჩინე რომ სიმართლე როგორც პოზიციურია, სიმართლე არის პრაქტიკული. მომყვებით აზრებში? მე მინდა ზურბასებო აი ეს ორი მუხლით გავამყარო. პირველი, ტიტეს წერილში მოციქული პავლე ტიტეს ეუბნება, რათა მისი მადლით გამართლებულები საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი გავხდეთო. რისი იმედიც გვაქვს? ეს არის ტიტეს მიმართ წერილი მესამე თავის მეშვიდე მუხლი. ეს არის ჩვენი პოზიციური სიმართლე, რომ ჩვენ გამართლებულები ვართ და იცით რას დავაკვირდი? ხშირად არის ეკლესიაში რეაქციული ქადაგებები და მე მინდა რომ კარგად გამიგოთ რასაც ვამბობ. ჩვენ იმდენად ხშირად ქონდა ხოლმე საუბარი პრაქტიკულ ქრისტიანობას და პრაქტიკულ სიმართლეზე რომ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც გვეუბნებოდნენ რომ იცით თქვენ კარგად უნდა გაიგოთ რომ სიმართლე არ არის რაღაცა იმაში რაც აკეთებს სიმართლე არის იმაში რაც ქრისტემ გააკეთა და ეს მართალია და ეს არის ჩვენი პოზიციური სიმართლე რომ ჩვენ გამართლებულები ვართ ქრისტე იესოში მაგრამ არსებობს კიდე პრაქტიკული სიმართლე რასაც ჩვენ ხშირად სიწმინდეს ვეძახით და ნახეთ ზურბასებო პირველი ტიმოთეს მიმართ პირველი წერილი მოციქული პავლე მე-6 თავში 11-12 მუხლები ნახეთ რას ეუბნება ტიმოთეს შენ კი ღვთისკაცო გაერიდი ამას და მისდიე სიმართლეს ღვთისმოსაობას რწმენას სიყვარულს მოთმინებასა და სიწმინდეს იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს რომლისკენაც მოწოდებული ხარ და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება. ხედავთ ზურბასებო
სიმართლე არ არის მხოლოდ პოზიციური, სიმართლე არის პრაქტიკული. ჩვენ არ შეიძლება მხოლოდ პოზიციურ სიმართლეს ვიყოთ ჩაჭირდებულები, რომ ჩვენ გამართლებულები ვართ ქრისტე იესოში. ეს 100 არის და წმინდა წერილი გარკვევით ლაპარაკობს ამას, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შემოსილი უნდა იყოს პრაქტიკული ქრისტიანობით. დიდება უფალი იესო ქრისტეს. არ ვიცი გეხმარება თუ არა, რასაც ვამბობ. ჩვენი სიმართლე არ არის მხოლოდ ის, რომ გამართლებულები ვართ. ჩვენი სიმართლე არის ის, რომ სიმართლეში დავდივართ და მეცაც გეტყვი ძვირფასებო, თუ ჩვენ მაღლიდან შობილი ადამიანები ვართ ნამდვილად, სიმართლე და მართალი ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესია. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგჯერ არ წაბორძიგდებით ხოლმე, მაგრამ ჩვენ არ ვრჩებით წაბორძიგებულები. ჩვენ არ ვრჩებით დაცემულ მდგომარეობაში, ჩვენ არ ვრჩებით იმ მდგომარეობაში, რომელიც ღმერთისთვის მოსაწონი არ არის. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიახ, მე გამართლებული ვარ, მაგრამ მე სიმართლეში დავდივარ. დიახ, უფალმა გვიხსნა, მაგრამ მე ამ გადარჩენაში ვრჩები. ერთი კარგი თეოლოგი ასეთი მილარ ედრიქსონი ძალიან კარგად ამბობს, რომ ჩვენ ძვირფასებო, სამი რამ უნდა გვესმოდეს. დიახ, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ გადარჩენაში ვდგავართ. მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ გამოჩენილა რანი ვიქნებით და ეს გადარჩენა მაშინ გამოჩნდება, როდესაც ქრისტე დაბრუნდება თავისი ბრწყინვალებით და თავისი დიდებით. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ძვირფასებო. ასე რომ ჩვენ ცხოვრებაში მე მჭირდება ვიცოდე, რომ მე ვარ გამართლებული, მაგრამ ისიც მჭირდება ვიცოდე, რომ მე სიმართლეში უნდა დავდიოდე. ახლა გამართლებულები, როგორც ახალი ქმნილებანი ქრისტე იესოში, ახალი ბუნების მიხედვით დავდივართ. და დღეს მე მინდა ძვირფასებო ცოტაოდენი პირველ ეკლესიაზე გესაუბროთ. ამაზე ბათუმის ეკლესიაშიც ვისაუბრე და ჩვენ ეს ქადაგებები ეს რომ ვიწერთ და მე ლაივში რო არის ხოლმე გაშვებული და იცით რამდენ პრობლემას გვიქმნეს, პრობლემას ბჭყალებში. ვეღარსად ვეღარ ვქადაგებ ხოლმე ერთი და იგივე ქადაგებას. რო ჩავალ ხოლმე სადმე ვამოწმებთ, აბა ეს ნაქადაგები მაქვს, მოსმენილი გააქვს და რამდენჯერ ყოფილა იცით რომ კვირაში ზოგჯერ 3 თემის მომზადება დამჭირებია ხოლმე მე. იმიტომ რომ მივსულ ვარ ეკლესიაში და უთქვიათ რომ მომავალ კვირას იქნება რაღაცა ეს ახალი თემა წამოიღო, იმიტომ რომ ეს 4 შაბათს უკვე მოვისმინეთ ონლაინ და ზოგჯერ მართლა დაგვჭირებია ხოლმე. ერთხელ ისე მოხდა რომ ზოგჯერ ძმებიც ავირებით ხოლმე ქადაგებებში. ერთმანეთს უსმენთ ხოლმე რაღაცა მოგვეწოდება და მახსოვს ერთხელ კასპის ეკლესიაში ვიქადაგე. მეგონა რომ კარგი ქადაგება ვიქადაგე. არანაირი რეაქცია არ ქონდა ხალხს. და ბოლოს კვირას მითხრეს, კარგიო რა ძმა ვაკოტეო, ესო წინა კვირასო ძმა ჯონი მიქადაგაო და მეთქი ეხლა ვინ რომლისგან დავესესხა და აღარ ვილაპარაკებ ამას. მაგრამ ჩუმად გეტყვით რომ ჯონი დამესესხა მე 4 შაბათს გიხობრებით. მაგრამ ისე მოხდა რომ ვერ გავერკვიეთ ერთმანეთში და ერთი და იგივე თემა ვიქადაგეთ, ვერ გავიგე სული წმინდისაგან, რომ თურმე სხვა თემა უნდა მეკადაგა. მაგრამ იცით ძვირფასებო, არის რაღაცეები, რაც ყოველთვის დაგვჭირდება ჩვენ, ყოველთვის დაგვჭირდება ეკლესიის ცხოვრებაში, რომ ვიცოდე და დღეს მე მინდა ისევ საქმე მოციქულთა წერილს დაუბრუნდე მეორე თავს. ყველამ კარგად იცით ეს წერილი, ყველამ კარგად იცით ეს წერილის ეს ადგილი და მინდა ძვირფასებო, რომ რამოდენიმე რამ ავიღოთ ამ ტექსტიდან და დღეს თუ სათაური გჭირდება, მოდი ასე დავასათაურებდი ამ ეკლესიას, როგორ გამოიყურება კარგი ეკლესია. და კარგი ეკლესია მარტო ეს შესაკრებელი არ არის ძვირფასებო. კარგი ეკლესიებს ვიწყებთ ჩვენ სახლი, საოჯახო ჯგუფებში, როცა ერთად ვიკრიბებით, როცა ისიც სახლის ეკლესია არის. იცით ხომ? და ამას ტექსტში წავიკითხავთ ჩვენ. პირველი ეკლესია იკრიბებოდა როგორც ტაძარში, ისე კარ და უფალი ამაგრება და დამტკიცებდა ამ ადამიანებს და ნახეთ რა წერია ძვირფასებო. ამრიგად 51 მუხლიდან ვინც მიიღო მისი სიტყვა კიდეც მოინათლა და 3000-მდე სული შეემატა იმ დღეს და გამუდმებით მკვიდრობდნენ მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხვალსა და ლოცვაში. ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამე თუ მრავალი სასაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მამულებსა და ჰქონებას ყიდნენ და უნაწილებდნენ ყველას თითეულს საჭიროების მიხედვით. ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალობით ღებულობდნენ
საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს. დღეს მე მინდა ზურფასებო რამოდენიმე რამ ჩამოგითვალოთ, როგორი არის კარგი ეკლესია და მინდა რომ აიცით ზურფასებო აი საქმეშიც აქტიურები ვიყოთ, მოსმენაშიც აქტიურები ვიყოთ. რამდენს გახსოვთ აი ეს ეპიზოდი წმინდა წერილიდან ბეთხასდას ისტორია, როდესაც დავრდომილი არის იქ 38 წელია კაცი დავრდომილია და იესო მიდის ამ ადამიანთან. გახსოვთ ეს ისტორია, ხო? და იესო უნება, გინდა რომ განიკურნა. და ეს კაცი მაშინვე არავინ არ ყავს უფალა რომ ჩამიშვას წყალში, არა და ეს სულ არ უკითხია. ეუბნება, გინდა რომ განიკურნო. და იცით ისტორია ამ აუზზე. წელიწადში ერთხელ რა ხდებოდა? ანგელოზი ჩამოდიოდა, წყალს შეარხევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა, რაო? განიკურნებოდა. ეხლა ამ აუზზე უამრავი სხვადასხვა სწავლება დადის. მე არ უყურებ რაღაცეებს. ისე ვლაპარაკობ როგორც წერილი ამბობს. წერილი ამბობს, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, შეარხევდა წყალს, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა და მე ერთ რაღაცას მივხვდი ძვირფასებო. იცით როგორ უყვარს ღმერთს აი ესეთი ადამიანები პირველები რო პასუხობენ ღმერთს. არ ვიცი იცოდი თუ არა ეს. ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა. იცით რამდენჯერ არის ხოლმე მოწოდება ამ ადგილიდან. მოწოდება აი დღესაც იყო მოწოდება ბევრ სხვადასხვა რაღაცაზე. სიწმინდეზე იყო თუ მოქმედებაზე იყო თუ მისიებზე იყო თუ ღმერთს უყვარს ადამიანები, რომლებიც პირველები არიან პასუხში. დიდება უფალი იესო ქრისტეს. აი არ ვიცი რატომ როგორ რანაირად, მაგრამ პირველობა კი არ უყვარს ღმერთს. ღმერთს უყვარს აი ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველები არიან რაღაცა რო გამოჩნდება ხოლმე, ხო იცით? აი პეტრე იყო ასეთი, ყველაფერში იყო პირველი. წინამსახურებაზე ბათუმში მივიდიოდი და მე და ბესო უსმენდით წელს გადაგებას. ზოგჯერ პეტრეს ისე ვაწუხებთ ხოლმე, რომ მართლა ალბათ საყვედურს გვეტყვის, ერთ დღეს რა გინდოდა თუ ჩემგან, მაგრამ პეტრეს ასეთი იყო, ყველაფერში იყო პირველი. გახსოვთ ხომ, უფალი წყალ და წყალ მოდის ფეხით, ნავში ზიან მოწაფეები და პეტრე, თუ შენ ხარ უფალო, მიბრძანე რომ წყალ და წყალ ვიარო. და რახან პირველი იყო წყალზე გაიარა. იცით რისი თქმა მინდა ძვირფასებო? აი მე ჩემს ცხოვრებაში ვისწავლე ეს გაკვეთილი. თუ რამე საჭიროება გამოჩნდება ხოლმე, აი მინდა რომ ხელი მქონდეს აწეული, თუ რამეში შემიძლია ეკლესიას დავეხმარო, აქ ვარ უფალო გამომიყენე. გახსოვთ ესაიას მე-6 თავი. ვინ გაგვეგზავნება, ვინ წავა და ესაია აქ ვარ უფალო გამაგზავნე მე. იცით რამდენი ადამიანია გამოჩნდება ხოლმე აი ასეთი რომ უბრალოდ ზოგჯერ აი ვზივართ ხოლმე და ვაკვირდებით, აი ზოგჯერ მოწმეები უფრო ვართ ხოლმე ვიდრე მონაწილენი. დღეს იმედია რომ კარგად გამიგებთ რისი თქმა მინდა. ღმერთს უყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ აქ ვარ უფალო გამომიყენე. და ღმერთს უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად პირველები არიან ხოლმე ამაში. მე მახსოვს ჩემი პირველი თარგმნა საშინელება იყო. რო დამიძახეს და მითხრეს რომ უნდა თარგმნო 19 წლის ვიყავი. მაშინ ორი თარჯიმანი იყო ეკლესიაში. ჩემზე ბევრად გამოცდილები. მაგრამ რაღაცა პრობლემების გამო ვერც ერთი მივიდა, ვერც მეორე. ეხლა ვიცი რა პრობლემების გამო იყო, მაგრამ ვერც ერთი გამოჩნდა, ვერც მეორე და სხვა გამოსავალი აღარ ქონდა, დამიძახეს მე და იცით როგორ შეშინებული ვიყავი, მაგრამ შინაგანში ცდრა დამოკიდებულება მქონდა. თუ ღმერთს ვჭირდები, ღმერთი დამეხმარება. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და იმის მერე აი ამ დამოკიდებულებას ვინარჩუნებ, რამდენადაც შეიძლება. თუ საჭირო ვარ, აქ ვარ უფალო გამომიყენე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მე არ შემიძლია აი ასე ჯდომა, დაკვირვების მდგომარეობაში ყოფნა, შეფასებების მდგომარეობაში ყოფნა. აბა ეხლა ვნახოთ, ჯერ გამოუვათ თუ არ გამოუვათ. ვნახოთ აბა ერთი რა იქნება და მე გადავწყვეტავ, ვიქნები თუ არ ვიქნები, გავაკეთებ თუ არ გავაკეთებ. საჭიროა? აქ ვარ უფალო. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა. დიდება უფალი იესოს. ამენ. ღმერთი იმდენად დიდებულია ძვირფასებო, რომ მიკერძოვებული არ არის.
და ღმერთს უყვარს ადამიანები, რომლებიც ბიბლიური დამოკიდებულებით ცხოვრობენ. და თავიანთ ცხოვრებაში ძვირფასებო რაღაცეებს აი ნეემიაიეთ გადასახლებაში არიან. და როცა მოისმინა იერუსალიმის ამბავი იერუსალიმის შესახებ, დაჯდა და წერია, რომ წარეთ ვტიროდიო, ვლოცულობდი და ვმარხულობდი. მე მახსოვს ძვირფასებო რა შედარებაა ხო ამ ყველაფერთან, თუნდაც ჩვენი, მაგრამ კიდევ ერთხელ ახალი მორწმუნეები რომ ვიყავით, მახსოვს დალაგებისთვის როგორ ვრჩებოდი ხოლმე, აი რომ დაამთავრდებოდა მსახურება, ძალიან მიყვარდა ხოლმე დარჩენა და სკამების გასწორება. ბევრი არაფრის გაკეთება არ შემეძლო მაშინ. მაგრამ ვიცოდი რომ ესეც კარგი საქმე იყო და როცა საჭიროება გამოჩნდებოდა, ცოტა მეტი ჩრობდი, აქ ვარ უფალო გამომიყენე მეთქი. და ისე ძვირფასებო, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, თუ კი არა უნდა გქონდეს, ღმერთო დამეხმარე. საოჯახო ჯგუფებია, უფალო აქ ვარ და გამომიყენე. ლოცვა ასაჭირო, უფალო აქ ვარ და გამომიყენე. ქადაგება ასაჭირო, უფალო მედია მსახურება არის თუ რა ვიცი 1000 სხვადასხვა რაღაც მსახურებები არის ეკლესიაში. იყავი აქტიური, იყავი თანამონაწილე, იყავი ინიციატორი. ღმერთს უყვარს ადამიანები, რომლებიც ინიციატივას იშენენ და ამბობენ უფალო გამოგვიყენე შენი სამეფოს სადიდებლად. და ნახე ძვირფასებო, პირველი ეკლესია სავსე იყო ასეთი ადამიანებით. და აი მე მინდა რომ პირველი ძვირფასებო მას მერე რაც სულიწმინდა გადმოვიდა მათზე და ეკლესია გაძლიერდა, გამტკიცდა, პირველი რაც წერია ძვირფასებო არის ის რომ გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში მკვიდრობდნენო ისინი. და აი პირველი თვისება კარგი ეკლესია ეს არის კარგი ეკლესია ყოველთვის იყო და არის ღმერთის სიტყვის მოყვარული ეკლესია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მადლობა 7 ამინისთვის. ალელუია. Amen. კარგი ეკლესია, კარგი მორწმუნეები ესენი არიან ღმერთის სიტყვის მოყვარული ადამიანები. თან რა წერია ნახეთ, გამუდმებითო. ქონიათ შევთქვა, ვიცი რომ თქვენ არ ქონიათ, მე მქონია ხოლმე, აი მსახურება რომ გაიწელება ხოლმე, ზოგჯერ გამიფიქრებია რომ აი როდის სადამდე იქნება სიტყვა. მაგრამ იცით რა წერია აქ? ეს ადამიანები გამუდმებით მკვიდრობდნენ მოციქულთა მოძღვრებაში. გამუდმებით. ეს იცით როგორი დამოკიდებულება ქონდათ იცით ადამიანებს? როგორც კი საშუალება მიეცემოდათ, ტაძარში იქნებოდა თუ სახლში იქნებოდა, ყველანი გარბოდნენ ღმერთის სიტყვის მოსასმენად. ან როგორი კარგი იქნებოდა, წარმოგიდგენიათ, მოციქულთა მონაყოლი იმისა, თუ როგორ დადიოდა იესო ქრისტე, როგორ კურნავდა უფალი იესო ქრისტე. თან ახლა ისე იყვნენ უფლისწულით სავსენი, რომ პეტრე რო გამოდიოდა მსახურებიდან, გახსოვთ ხომ რაც ამბობს წმინდა წერილი. ხალხი დალაგებული იყო, რომ იქნება და ჩრდილი მაინც შეხებოდათ პეტრესი, რათა განკურნებულიყვნენ. და საოცარიც არ არის ძვირფასებო, იმიტომ რომ გამუდმებით ღმერთის სიტყვაში ცხოვრობდნენ. წარმოგიდგენიათ, აი ამ დამოკიდებულებით რომ ვიყოთ ჩვენ, ნეტა დღეს სად არის მსახურება რომ მივიდე და მოვისმინო ღმერთის სიტყვა. მე არ ვიცი რამდენს გამოგიცდიათ, მე გამომიცდია ეს. მსახურებიდან მსახურებაზე, ლოცვის ჯგუფიდან ლოცვის ჯგუფამდე, სახლის ჯგუფიდან სახლის ჯგუფამდე, ოღონდ მომესმინა ღმერთის სიტყვა. ცოდვაც გამხერელი ჯობიაო, ახალი მორწმუნეები რომ ვიყავით, ყველანაირი შემოსავლის წყარო დავკარგეთ ჩვენ. აი რომ მაიმუნობდით და ფული რაღაც მაიმუნობებით რომ გქონდა და მეტროს ფულის აღარ გქონდა ხოლმე, აღარც მე, აღარც დათოს, აღარც ჯონის, ზოგჯერ შევიპარებოდით ხოლმე მეტროში, იმისთვის რომ მსახურებაზე უნდა მივსულიყავი და ღმერთის სიტყვა მომესმინა. და მსახურებაზე სანამ შევიდოდი, ვამბობდი ხოლმე, უფალო, მაპატიე შევწოდე, სახელმწიფოს მოვპარე ის 20 თეთრი იყო, მაშინ თუ არ ვიცი რამდენი იყო, რომ მეტროს ფული არ მქონდა, ხომ აპატიებ უფალო და ისე შევიდოდი ხოლმე მსახურებაზე, მაგრამ წყურვილი იმდენად დიდი იყო ძვირფასებო იმისა, რომ ღმერთის სიტყვა მომესმინა. შეუძლებელი იყო ვინმეს და რამეს გავეჩერებინეთ. ესენი გამუდმებით მკვიდრობდნენ ღმერთის სიტყვაში. იმიტომ რომ სიტყვა ერთადერთია ძვირფასებო, რასაც ძალა აქვს იმისა, რომ აი წეღარ ვლაპარაკობდით, ხო იცით, პოზიციური სიმართლე, პრაქტიკული სიმართლე, მას მერე რაც მორწმუნეები გავხდით, იმ დღიდან, იმ წამიდან მოყოლებული ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი აწარმოებს განწმენდის პროცესს და ამას აკეთებს თავისი სიტყვის მეშვეობით. ეს ადამიანები გამუდმებით
ასე ცხოვრობდნენ. მეორე ძვირფასებო, კარგი ეკლესია, ნახეთ რა წერია, გამუდმებით და ისინი მკვიდრობდნენ, ისინი ერთად იყვნენ მოზიარეობაში და პურის გატეხვასით და აი მეორე კარგი თვისება კარგი ეკლესიისა, კარგი საოჯახო ჯგუფისა, ეს არის ეკლესია, ეს არის ჯგუფი, სადაც ადამიანებს უხარიათ ერთად ყოფნა. ადამიანები აი ისე ცხოვრობენ, სადაც აი მშვიდობა არის მათ შორის, განაჩხუბები არ მოგდის. რამდენჯერ მოგვსულია კამათი, აღარც მინდა ხოლმე ლაპარაკი. აქ იმდენი ძმა არის, აი ჩვენი და ძმებზე ვლაპარაკობ, იმ ძმებზე ვისთანაც ერთად გავიზარდე. ზოგჯერ ისეთი კამათი მოგვსულია, მithქვია რომ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. აი ხო მოციქული პავლე ხომ ამბობს, თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია ყველასთან მშვიდობა იქონიათო, მithქვია რომ აღარ არის შესაძლებელი. მაგრამ საღამოს დაწვევი, აი უნდა დაიძინო და რა არ არის შესაძლებელი. და ხშირად ვერ დამიძინია იქამდე სანამ არ დამირეკია, ზოგჯერ ღამე წავსულ ვარ ფეხით შესარიგებლად. კარები გაუღია, ჩავხუტებულ ვარ, მithქვია არ შემიძლია ასე ცხოვრება, იმასაც ვთქვი არც მე შემიძლია, ხელი ჩამომირთვია და წავსულ ვარ და მშვიდად დამიძინია. რატომ ესე ძვირფასებო? წმინდა წერილი ამბობს, ეცადეთ ყველასთან იქონიოთ მშვიდობა და სიწმინდე, რომლის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს. ესეც პრაქტიკული ქრისტიანობაა. და პირველ ეკლესიას უყვარდა ერთად თანაცხოვრება. ასეთი დამოკიდებულება არ ქონდათ. ეხლა ნეტა ეს არ დამანახადა. აი არ ვიცი რა. ზოგჯერ ეკლესიაში მეც მომსული ასე ისე შემოსულ ვარ და ისე გავსულ ვარ, რომ აი 1-2 ყოფილა, რომ აი ხო იცით 1-2 ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე შენს ნერვებზე რომ თამაშობენ. ვიცი რომ შენ არ გემართება, მე მიმართება ხოლმე ეს, მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე რომ აი ჩემს ნერვებზე თამაშობენ. მაგრამ ძვირფასებო, ეს არ არის სწორი და კარგი მდგომარეობა. პირველ ეკლესიას უყვარდა ერთად ყოფნა. და ჩვენ ძვირფასებო, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენ ეკლესია მოწოდებულები ვართ თანაცხოვრებისთვის. მამაო ჩვენო რომ მამაო ჩვენოა, იქაც მამაო ჩვენოს ვამბობ და არა მამაო ჩემოს. ერთი ვიცი ასე ლოცულობ და იმის სახელს არ ვეთქვი დღეს მამაო ჩემო. ჩვენ მამაო ჩვენოს ვამბობთ. და პავლე მოციქულს რო აიღებთ, ხო? პავლე მოციქულის ტერმინები რო ნახოთ, გაოცდები ჩვენ და იცით, ახალი აღთქმა მედან შეიცალა ჩვენით. ისინი თანაცხოვრობდნენ, ერთად მსახურობდნენ, დადიოდნენ. განა პავლე არ ამბობდა მე პავლე, მაგრამ დააკვირდით მის მსახურებას. პავლე ამბობდა ჩვენ ჩავედით ტროადაში, ჩვენ ჩავედით. ისინი ხარობდნენ ერთად ყოფნით. და კარგი ეკლესია ხარობს, როცა ერთად არის და აი დამიჯერეთ ძვირფასებო. განსაკუთრებით საოჯახო ჯგუფებზე მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ეკლესია თუ საოჯახო ჯგუფები ჯანსაღია, ეკლესიაც ჯანსაღი არის. თუ გალობის გუნდი ჯანსაღია, გალობაც ჯანსაღია. სადაც ვართ, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ ერთობის სული გქონდეს. ერთობის სული, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთი ოჯახი ვართ ჩვენ ქრისტე იესოში. და პირველი ეკლესია ამიტომ მიყვარს ძლიერი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ფსალმუნი 122, პირველი მუხლი. აჰა, რა კარგია და რა საამურია, როდესაც ძმები ცხოვრობენ ერთად. და ჩვენ ერთობისკენ ვართ მოწოდებულები. მესამე ძვირფასებო, ეს ეკლესია იმიტომ იყო კარგი ეკლესია, რომ ეკლესია იყო ლოცველი ეკლესია. წერია რომ ისინი ერთად ლოცულობდნენ. ერთად იყვნენ ლოცვაში. გიყვართ ერთობლივი ლოცვები? მე ძალიან მიყვარს ხოლმე ჩემს ძმებთან ერთად ლოცვა. იცით რამდენჯერ ყოფილა რომ აი ლოცვაში დავმდგარ ვართ და ერთმანეთი გავგვიმხნევებია და ერთმანეთი აი განგვიმკიცებია ჩვენი ლოცვითი მდგომით. იცით რამდენჯერ ყოფილა ეს ერთად შეკრებილები, ვითომ ისე შევიკრიბეთ რომ უბრალოდ გველოცა და უფალი ყოფილა ჩვენთან. სიტყვა გქონია ღმერთისაგან. გამხნევება, გამტკიცება. და იცით ძვირფასებო, ეკლესია ვერასოდეს ვერ იქნება კარგი ეკლესია, თუ ეკლესია არ იქნება მლოცველი, ხო? და ეს ლოცვები ხშირად არის ხოლმე აი იმ ადამიანებთან გაერთიანებული ლოცვა, ვიზეც წეგან საუბრობდით. აი ვისთანაც ერთად თანაცხოვრობ, ვისთანაც ერთად გიყვარს ეკლესიაში ყოფნა, ვისთანაც ერთად ერთობაში ხარ და გაერთიანებულები ძვირფასებო, დიახ, ჩვენ ინდივიდუალურად ლოცულობთ ჩვენ სახლებში, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს, როდესაც ეკლესია გაერთიანებულად ლოცულობს რაღაცა საკითხზე. შეკრული ლოცვა აქვს, შეკრული მარხვა აქვს.
არ ვიცი ბოლოს როდის ქონია ესეთი აი შეკრული მარხვა, მაგრამ ესეც გაძლიერებული ლოცვა არის ძვირფასებო. და ეკლესია ერთად იყო იმისთვის, რომ ერთობლივად ელოცათ. აბა გაიხსენეთ, გან 120 ადამიანი მაღლა არ იყვნენ ზემოთვალში შეკრებილები და ერთად იყვნენ ლოცვაში. და იყო ძლიერი ხმაური ზეციდან, მოვიდა სულიწმინდა, აავსო ის სახლი, სადაც ისინი იყვნენ და რა მოხდა? მოინათლნენ სულიწმინდით, ლაპარაკობენ ენებზე და ისევ ლოცვიდან ლოცვაში დიდება უფალი იესო ქრისტეს. ისე საინტერესოა, იყო ესეთი კაცი ანანია. არ ვიცი გახსოვთ თუ არა საქმე მოციქულთაგან. პავლესთან რო აგზავნის ღმერთი, საულესთან. და ანანიას ხილვაში ელაპარაკება უფალი, წახვალ ამადამ ქუჩაზე, ნახავ ამადამ კაცს და ანანია მიცის ვინ არის ეს კაცი. რომ ეს კაცი არის ეკლესიის მდევნელი, შეურაცხმყოფელი და უფალო ეუბნება ვინ? ეს. და ნახეთ რა შეუნება უფალი, შეხედე ის ლოცულობს. შეუძლებელია მლოცველი კაცი არ იყოს აი სიბნელისთვის საშიში და ღმერთისათვის გამოსადეგი ადამიანი. და პირველ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა აი ეს დამოკიდებულება ლოცვისა. შემდეგი არის ძვირფასებო, ნახეთ რა წერია, საქმე მოციქულთა 2:43 ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამე თუ მრავალი სასაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ და კარგი ეკლესიას ყოველთვის თან ახლავს უფლის მოშიშება. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ერთ დაცემულ მსახურს უთხრეს, როდის დაკარგეო ღმერთის სიყვარული. წლები იყო დაცემული თურმე და მაინც გადაგებდა, აღმოჩნდა მერე რომ თურმე ცოდვაში ცხოვრობს და როდესაც ელაპარაკდნენ, აი როდის მოხდა ეს ყველაფერი და როდის დაკარგეო ღმერთის სიყვარული, იცით რა უთხრა მსახურმა, ძალიან ცნობილი მსახური იყო. მე უფლის სიყვარული არასოდეს დამიკარგავს და არც ახლა მაქვს დაკარგულიო. მე უფლის მოშიშება დავკარგეო. და იცით ძვირფასებო, სულიწმინდით გარემოცულ ეკლესიაში ყოველთვის არის უფლის მოშიშება, უფლისადმი მოშიშება. ის რომ ის დიადი და ამაღლებულია, წმინდა და მართალია, რომ არ ვინ არის მისი მსგავსი და გამუდმებით უნდა ვატარებდეთ აი ამ დამოკიდებულებას. ვიცი, აი წეგან როგორც თქვი, ხომ, პოზიციური სიმართლე, პრაქტიკული სიმართლე, დღესაც არიან ეკლესიები, რომლებიც გამუდმებით ყურადღება აქვთ გადატანილი უფლის სიყვარულზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ ასეთი ეკლესია. ჩვენ დიახ, გამუდმებით ვლაპარაკობთ უფლის სიყვარულზე, მაგრამ ვლაპარაკობთ უფლის მოშიშებაზე და მოწიწებაზე. რომ უფალი დიდი და ამაღლებულია. რომ მის წინაშე ჩვენ გვმართებს მოშიშებითა და მოწიწებით სიარული, რომ მართლაც არ ვინ არის მისი მსგავსი, რომ ის არის დიდებული და ამაღლებული. დიდება უფალი იესო ქრისტეს. წერია, რომ უფლის მოშიშება მოიცვაო მთელი ხალხი, რადგან მრავალი სასწაული ხდებოდა მოციქულთა ხელით. შემდეგი ძვირფასებო, ეს ეკლესია იყო გამცემი ეკლესია. 44 მუხლი, ნახეთ რა ამბობს, მამულებსა და ქონებას ყიდნენ და უნაწილებდნენ ყველას თითოეულს საჭიროების და მიხედვით. დიდება უფალი იესოს. 44 მუხლი ამბობს, ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ნახეთ, ეს ეკლესია გამცემი ეკლესია იყო. და გაცემი ძვირფასებო, ხშირად როდესაც ვლაპარაკობთ გაცემაზე, ვიცი რომ შეიძლება, ხშირად არის ხოლმე რომ შეიძლება ბევრ ადამიანს გასაცემი, ასეთი ფიზიკური ბევრი არაფერი არ ქონდეს, მაგრამ იცით რამდენი რამის გაცემა შეგვიძლია უფლისათვის. მე ლაპარაკობ ძვირფასებო დამოკიდებულებაზე, დამოკიდებულება რომ ქონდეს აი ასეთი რომ გამცემი იყო გული. აი წეგან რასაც ვამბობდი, რაღაცა რომ გამოჩნდება, აქ ვარ უფალო გამომიყენე, მე თქვი, ესეც იცით რომ გაცემის დამოკიდებულება არის. უფალო მინდა რომ რაღაცით გემსახურო, დამოკიდებულება მქონდეს ისეთი რომ გამცემი ვიყო. დიდება უფალი იესო ქრისტეს. შემდეგი ძვირფასებო, გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, ეს ეკლესია იყო სიხარული და ხსავსა ეკლესია. ნახეთ რა წერია, ყოველ დღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებით და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს. რომაელთა მე-14 თავის მე-17 მუხლი, ნახეთ რა ამბობს, ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. რამდენმა თქვენთაგან მაიცით, რომ ჩვენთვის სიხარული უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამენ ძვირფასებო. იმიტომ რომ გვაქვს სიხარულის მიზეზი. ჩვენი სიხარულის მიზეზი არის უფალი იესო ქრისტე. მე არ ვიცი, აი დაკვირვებით კითხულობ თუ არა, მაგალითად პავლე მოციქულის წერილებს, აი 4 შაბათობით ჩვენ ხშირად გავდივართ ხოლმე წერილებს. გავიარეთ ფილიპელთა წერილი, ეხლა ჩვენ თესალონიკელებს ვამთავრებთ
და თუ ნახავთ ძვირფასებო აი ამ წერილებს პავლეს დამოკიდებულება და ამას ხშირად პავლე წერდა ხოლმე ამ წერილებს აი ძალიან ცუდი მდგომარეობებიდან ადამიანური შეხედულებით ხშირად ის ამას აკეთებდა საპრობილედან და პავლე მოუწოდებდა ეკლესიებს და ეუბნებოდა რომ იხარეთ და მარადის გეტყვით იხარეთ შეიძლება რომ მარადის გვიხაროდეს თუ ჩვენი უფალი მარადიულია სიხარულიც მარადიულია პავლე და სილა ფილიპეში ჩავიდნენ არ ვიცი რამდენი მაიცით ისტორია თუ როგორ მოხდა პავლე ფილიპეში მცირე აზიაში ძალიან ბევრი იარა მკვლევარები ამბობენ დაახლოებით 1200 კილომეტრი გაიარა მოციქულმა პავლემ და ყველგან სადაც მივიდა ყველგან აი ესეთი უფლისული ეუბნებოდა რომ აქ არა პავლე და ბოლოს ტროადაში ჩადის იქ ხილვას ღებულობს რომ მაკედონიელი კაცი ეუბნება მოდი ჩამოდი ჩვენთან და პავლე მიცის რომ უნდა ჩავიდეს მაკედონიაში მაკედონიის დედაქალაქი იყო ფილიპე ჩადის პავლე ფილიპეში და ხშირად ჩვენ გაკვეთილების დროს ვამბობთ ხოლმე ამას ხუმრობითაც ვამბობთ ხოლმე პავლე რო ჩადიოდა რომელიმე ქალაქში სინაგოგასთან ერთად ციხესაც ეძებდა ხოლმე ალბათ იმიტომ რომ ღამე იქ უნდა გაეთია და შუა ღამეა ფილიპეში პავლე მიქადა გასახარება დაიჭირეს ჩასვეს და არა მხოლოდ ჩასვეს არამედ ბორკილებით შეკრეს და პავლე სილას ეუბნება შუა ღამისას ნეტა რა ამღერებდათ მოდი უგალობოთ უფალს ჩვენ კომფორტული სკამებიდან გვიჭირს ხოლმე უფლის განდიდება ხო ხდება ხოლმე ასე ეს საკმაოდ სკულდა მე-19 თავში საინტერესო ამბავია აღწერილი იქ ერთი დემეტრე იყო ვიღაცა ვერცხლის მჭედელი არტემიდას ტაძრის იცით ხომ ვერცხლის მჭედელი იყო და იქ გამოჭედილი ქონდა არტემიდას გამოსახულებები ძალიან ბევრ ფულს შოულობდა მოვიდნენ მოციქულები და ბიზნესი ჩაუგდეს ამ დემეტრეს და გაბრაზებული დემეტრე გამოდის და ხალხი აღაშფოთა იმისთვის რომ ბიზნესი ჩაუვარდა იმიტომ რომ აღარავინ ყიდულობს კერპს მოციქულები ქადაგებენ ცოცხალი იესო ქრისტეს და კერპებისგან მობრუნებას ისე სხვათა შორის პავლე ამასაც ეუბნება თესალონიკელებს როგორი შემოსვლა გქონდაო ხო თქვენთან და გახსოვთ სამრამეს ეუბნება როგორ შემოbrundit კერპებისგან მეორე რას ეუბნება რათა ემსახუროთ ცოცხალ ღმერთს და მესამე ეუბნება რათა უფლის გამოჩენის მოლოდინში იყოთო აი მორწმუნის ცხოვრება რა არის შემოbrundit კერპებისგან ვემსახურებით ღმერთს და ვცხოვრობთ უფლის მოლოდინში და ამგაც ჩაუვარდა საქმე ხალხი აღაშფოთა და წერია რომ უამრავი ადამიანი შეიკრიბა მოედანზე და ის რა წერია 2 საათის განმავლობაში გაჰყვიროდნენ ხმამაღლა დიდია არტემიდა ეფესელი დიდია არტემიდა 2 საათი განუწყვეტლივ ხმამაღლა გაჰყვიროდნენ და ზოგჯერ ფიქრობ ნეტავი ჩვენც იგივე დამოკიდებულება გქონდეს რომ შეგვეძლოს გაერთიანებული ხმებით გამუდმებით იმის ზახილი რომ დიდია იესო ნაზარეველი ისინი უტყვი კერპებისთვის აკეთებენ ამას ჩვენი ღმერთი ცოცხალია და ის არის მიზეზი იმისა რომ პავლე შეეძლო ეთქვა იხარეთ და კიდევ ერთხელ გეუნებით იხარეთ დიდება უფალი იესო ქრისტეს მოწაფეები სავსენი იყვნენ სიხარულით მოწაფეები არა მარტო მოწაფეები არამედ ადამიანები რომლებიც მათ გარშემო იყვნენ შეკრებილები ისინი სიხარულით ემსახურებოდნენ უფალს დიდება უფალი იესო ქრისტეს რადგან მათი მიზეზი ცოცხალია მოდით დროში რომ ჩავეწიოთ შემდეგი იმიტომ რომ ერთმანეთზეა გადაბმული წერია რომ სიხარულთან ერთად ისინი გულუბრალონი იყვნენო ნახეთ გულუბრალო ადამიანები იყვნენ მე ძალიან მიყვარს გულუბრალო ადამიანები მქონია ჩემს ცხოვრებაში როდესაც ეს გულუბრალოება კარგად ვერ გამოჩნდება ხოლმე ან ვერ წარმოვაჩენ და ეცეს ვერ ფასებ ამას ვინანიებ ხოლმე იმიტომ რომ ღმერთს უყვარს გულუბრალო ადამიანები ნახეთ რას ეუბნება პავლე მოციქული ფილიპელებს მეორე თავის მესამე მოხში არაფერი გააკეთოთ ანგარებით მოგების მიზნით ან პატივმოყვარეობით არამედ თავმდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთო ერთმანეთი ნახეთ ვერ ფასებ რას ეუბნება არაფერი გააკეთოთ ანგარებით მოგების მიზნით აი ვიღაცას რაღაცა ჭირდება რასარგებელი მე ძალიან ცუდი დამოკიდებულება არის ღმერთის სამეფოში რა შეიძლება აქედან მივიღო ძალიან ცუდი დამოკიდებულება არის ღმერთის სამეფოში არაფერი გააკეთოთ უანგარებით ან პატივმოყვარეობით
იცით ძვირფასებო, პატივი მოყვარეობასაც ახასიათებს, ანგარება, სხვა თუ არაფერი იქნება პატივისცემა მაინც დავიმსახურო, მაგრამ პავლე ამბობს, ნუ რაფერს გააკეთებთ, ნურს ანგარებით, ნურს პატივი მოყვარეობით. არამედ თავმდაბლობითო, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. ხედავთ პრაქტიკული ქრისტიანობა და ბოლოს მინდა გითხრათ ძვირფასებო, ეს ადამიანები იყვნენ ღმერთის მაქებარი ადამიანები და ნახეთ რა წერია, აქებდნენ ღმერთსო. ფსალმუნი 105:1 აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი. ეს ეკლესია მაქებარი ეკლესია იყო. ეკლესია, რომელიც გამოდმებით აქებდა ღმერთს და ღმერთი ღირსი არის ქების, ის ღირსია დიდების. ქსიამოვნებთ ხოლმე რომ შეგაქებენ. სამწუხაროდ მეც ქსიამოვნებს ხოლმე. რა კარგია რომ შეგაქებენ ხოლმე და აი საქებარ სიტყვას რო იტყვიან, აი რა კარგია რომ ზოგჯერ რო იტყვიან, რა კარგია რომ ასეთი ძმა გყავს და მინდა ხოლმე უთხრა, შენ ცოდვაში ხარ და მეც. შენი ცოდვა ის არის რომ შემაქეთ, ჩემი ცოდვა ის არის რომ მე სიამოვნა. ხუმრო. მაგრამ ეს ხალხი გამუდმებით აქებდა ღმერთს. ნახეთ როგორი დამოკიდებული, აი როგორია კარგი ეკლესია. კარგი ეკლესია არის ღმერთის მაქებარი ეკლესია. და რა იყო შედეგი ამ ყველაფრისა? შედეგი იყო ის, რომ ხალხისგან კეთილგანწყობილებას იხვეჭდნენ და ღმერთი მატებდა გადარჩენილებს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. როგორ გვინდა ეს შედეგი აი ამ რაღაცების გარეშე ზოგჯერ. მაგრამ ეს ძვირფასებო, ამის გარეშე ეს შედეგი არ არსებობს. გინდა რომ ადამიანები კეთილგანწყობილნი იყვნენ ეკლესიის მიმართ, ყველაფერი ეს ძვირფასებო ჩვენ ცხოვრებაში თვალსაჩინო უნდა იყოს. როგორია კარგი ეკლესია? კარგი ეკლესია ეს არის სიტყვის მოყვარული ეკლესია. ადამიანი რომ შემოვა აქ, ამბებს კი არ უნდა ისმენდეს, ღმერთის სიტყვას უნდა ისმენდეს, ამბები მისაღებია, როდესაც სიტყვა იქადაგება. მაგრამ დღეს ბევრი ეკლესია გამოჩნდა, სადაც შეხვალ და მხოლოდ ამბებზეა ლაპარაკი და აღარ არის იქ ღმერთის სიტყვა. ასეთი ეკლესია ვერასოდეს ვერ იქნება ღმერთის, აი როგორი ეკლესია, იცით, აი ეკლესია რომელიც იზიდავს ღმერთს. როგორია კარგი ეკლესია? ეს არის ეკლესია, სადაც ერთად ყოფნა უყვართ ადამიანებს. კარგი ეკლესია მლოცველი ეკლესია, კარგის ეკლესია ღვთის მოშიში ეკლესია და ნუ დაუჯერებთ ძვირფასებო ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა არის, არ არის აუცილებელი ღვთისადმი მოშიშება. არა, ღვთისადმი მოშიშება ძვირფასებო აუცილებელი ელემენტია იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება მართლაც სახარებისეული იყოს. როგორია კარგი ეკლესია? კარგი ეკლესია გამცემი ეკლესია არის, რომელსაც გასცემს იმიტომ, რომ ზრუნველი არის თავისი ბუნებით. როგორია კარგი ეკლესია? კარგი ეკლესია სიხარულით სავსე ეკლესია არის. გულუბრალოებით სავსე ეკლესია არის და მაქებარი ეკლესიაა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მეც რისი იმედი მაქვს. აი მორწმუნეები რომ იმედს ვამბობთ ძვირფასებო, ეს კარგი სიტყვა არის. ქვეყნიური იმედიც როგორი არის? ქვეყნიური იმედი არის იქნება და ასე მოხდეს. რწმენის დაფუძნებული იმედიც როგორია, ვიცით რომ ასე იქნება, იმიტომ რომ სიტყვა ლაპარაკობს ასე. აი მაგალითად, წმინდა წერილი რომ ამბობს, რომ ჩვენი იმედი შემარცხვენელი არ არის, ეს არ არის ქვეყნიური იმედი. როგორი იყო ჩვენი იმედი, როდესაც ღმერთს არ ვიცნობდით? იმედს ვამბობდით ხოლმე სურვილს, რომ იქნება და ისე მოხდეს, როგორც მე მინდა. ბიბლიური იმედი არ არის იქნება და ისე მოხდეს, როგორც მე მინდა. ბიბლიური იმედი არის რწმენაზე დაფუძნებული იმედი და ეს იმედი შემარცხვენელი არ არის. ვიცი რომ ასე იქნება, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა ამბობს ასე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. აი ეს როგორ არის? მე შეიძლება დაბადების დღეზე განწყობა ქონდეს, ისეთი იქნება ვიღაცა რამე მაჩუქოს. მაგრამ აი ახალ წელს რომ არის ხოლმე, ხო იცით, აი ბავშვებს რომ ან შობაზე, აი რაღაცა ბავშვმა რო იცის რომ რაღაცა საჩუქარი დევს. ჩვენი რწმენა დაახლოებით ასეთია, ვიცით რომ გვაქვს. და ჩვენი იმედი შემარცხვენელი არ არის და ეკლესია მართლაც ასეთი უნდა ვიყო ძვირფასებო და ძალიან მინდა რომ ჩვენი საოჯახო ჯგუფები, ეკლესიები აი ისეთი დამოკიდებულების ვიყოთ, როგორიც ეს ხალხი იყვნენ ძვირფასებო. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დამოკიდებულება რომ აქ ვარ უფალო, გამომიყენე.
დამოკიდებულება იმისა, რომ უფალო, აი მინდა რომ ისე ვიცხოვრო, როგორც შენი ეკლესია ცხოვრობდა და ეცე ძვირფასებო, ღმერთი მართლაც პატივს მიაგებს აი ასეთ სურვილს, ასეთ გულს, ასეთ დამოკიდებულებას და თუ ასეთი დამოკიდებულებით ვიცხოვრებ და არ ვიქნებით ინერტულები, იცით როგორ, აი რაც იქნება, ეს არ არის კარგი დამოკიდებულება. პირიქით ძვირფასებო, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აქ ვარ უფალო, გამომიყენე შენი სახელის სადიდებლად და ბოლოს მე მიყვარს ეს მაგალითი და ამით დავასრულებ. ძალიან მიყვარს ეს მაგალითი და ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამას. ერთგაც მანქანა რო გაუფუჭდა და გზაზე დგას, არავინ არ გაუჩერა, ბოლოს ერთმა ძვირადღირებულმა მანქანამ გააჩერა, იქიდან გადმოვიდა კარგად ჩაცმული ადამიანი, კარებიც კი გაუღეს ამ ადამიანს, მივიდა ამ მანქანასთან და ამ კაცთან და ეუბნება, რითი შემიძლია დაგეხმარო? ამ კაცმა უთხრა, არ ვიცი, მანქანა არ იქოქება და ვერ მივდივარ დანიშნულების ადგილამდეო და ამ კაცმა უთხრა, შეიძლება რომ შევაკეთო თქვენი მანქანა. და ამ კაცმა უთხრა, შეგიძლიათ, მაგრამ მე ალბათ არ მაქვს იმდენი ფული, რომ თქვენაირ ადამიანს გადავუხადო და ამ კაცმა უთხრა, ფული არ არის აქ მნიშვნელოვანი. და დაიწყო ამ მანქანის შეკეთება, დააქოქინა ამ კაცს მანქანა და ბოლოს ეს მე პატრონე გაკვირვებული ეუბნება, მინდა რომ მითხრათ ვინ ხართო თქვენ. ნამდვილი ამბავია. და ამ კაცმა უთხრა, მე ჰენრი ფორდი ვარო. და როცა დავინახე ფორდის მარკის მანქანა, გაჩერებული გზის მიღმა, შევწუხდიო, იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს, როდესაც ჩემი ქმნილება გაფუჭებულია და ვერ აკეთებს და ვერ ასრულებსო თავის დანიშნულების საქმეს. ეფესელებში სწრაფსამოს თუ არ ვცდები მეორე თავის მეათე მუხლია, მოციქული პავლე, ღმერთის ქმნილებანი ვართ. შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომელი საქმეებიც ღმერთმა წინასწარ განამზადა ჩვენთვის. ღმერთის ქმნილებანი ვართ ძვირფასებო და ყველაზე დიდი რაც შეიძლება ჩვენ შევასრულოთ ჩვენ ცხოვრებაში არის ის აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება. ის რისკენაც ღმერთმა დაგვიძახა, თუნდაც ძალიან მცირედი იყოს. ესეთ შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ ხედავს, მაგრამ აი ვიღაცამ ეს მიკროფონები გააწყო, ხო? ალბათ ირაკლიმ და სხვებმა. აი რაღაც ის გიტარები მოიყვანეს მწყობში, დასარტყამი ინსტრუმენტი. ნახეთ რამდენი ადამიანი ჩვენ ძმა მინდია ხომ, რომელიც ცდილობს რომ წესრიგი იყოს დარბაზში. რამდენი ადამიანი მონაწილეობს იმისთვის რომ თუნდაც წყემსმა, თუნდაც მე ჩემნაირმა ადამიანმა შევძლოთ აი აქ დგომა მიკროფონის აღება და ღმერთის სიტყვის ქადაგება, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მაშინ, როდესაც გააზრებული გვაქვს ღმერთის ქმნილებანი ვართ. მოწოდებული ადამიანი ვარ და მე მინდა ვიცხოვრო ისე როგორც წმინდა წერილი ლაპარაკობს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მოდი წამოვდგეთ ფეხზე ძვირფასებო. ერთი ლოცვით ვილოცოთ ახლა. ჩვენ ზიარებაც გვაქვს და მოდი ძვირფასებო ამ ლოცვაში ახლა ჩვენ აი უფალს ვთხოვოთ მთელი ჩვენი გულებით რომ უფალო დამეხმარა რომ ვიდგე ჩემს ადგილზე და ვასრულებდე ჩემს მოწოდებას. ამენ ძვირფასებო. მოდი დავაყროთ ხელები, დავხვეჭოთ ჩვენი თვალები. ეს იესო რომელიც ამაღლდა, დღეს ცოცხალია ძვირფასებო. ის დღეს აქ არის თავისი სულით. და მას უნდა რომ ჩვენი გულები, ჩვენი ხელები, ჩვენი თვალები, ჩვენი ფეხები მის სამსახურში იდგეს. ვემსახურებოდეთ, ვადიდებდეთ მის მინდა სახელს. და მოდი დღეს ვთხარი უფალო, მინდა შენი სულით მართული ცხოვრება, მინდა ისე ვიცხოვრო როგორც შენ გნებავს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მოდით ვილოცოთ ზეციერო მამა, მადლობა შენი მადლისთვის. მადლობა შენი წყალობისთვის, მადლობა შენი ეკლესიისთვის, მადლობა შენი სიტყვისათვის უფალო ღმერთო. მადლობა რომ შენი ეკლესია სიტყვის მოყვარული ეკლესიაა. ერთად ყოფნის ეკლესია არის უფალო, მლოცველი ეკლესია არის, ღვთისმოშიში ეკლესია, უფალო, განგვამტკიცე და გაგვაძლიერე უფალო, რათა ვაკეთოთ შენი დიადი საქმე. ის საქმე, რომელიც შენ დაგვავალე უფალო ღმერთო, ის საქმე, რომელშიც შენ დაგვაყენე უფალო ღმერთო და შენი სახელი იყოს ამაღლებული და განდიდებული. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.